ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, მიღებილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის ეს პერიოდი. მოდით არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ თქვენ ჩვენ სამდივნომ 11 ივნისს გამოგიგზავნათ ინფორმაცია, რომ ხელმეორედ იყავით მოწვეული. თქვენ არ უპასუხეთ სამდივნოს, ეს ხდება 11 ივნისს. შემდეგ სამდივნოს პრაქტიკულად მაშინვე დაუკავშირდა ბატონი ჯონი ტორჩინავა, რომელიც არის თქვენი წარმომადგენელი და უთხრა სამდივნოს, რომ თქვენი სახელით რეკავდა. ეს ხდება 11 ივნისს და იკითხა, რის გამო ხდება მეორედ დაბარება, რაც ბუნებრივი შეკითხვაა. შესაბამისად, თქვენთვის 11 ივნისს იყო ამის შესახებ ცნობილი. 13 ივნისს დილით, ამას ადასტურებს დოკუმენტი, 9 საათზე ჩვენი წარმომადგენელი გეწვიათ რეგისტრაციის მისამართზე და მამა თქვენმა ბატონმა ზაურმა, რომელსაც ყოველთვის წინა შემთხვევაშიც და ეხლაც ყოველთვის ქონდა ჩვენი წარმომადგენლების მიმართ აბსოლუტური ესეთი პატივისცემაზე დაფუძნებული მოპყრობა, ხელი მოუწერა, რომ ჩაიბარა დილის 9 საათზე ხდება ეს 13 ივნისს. და აიღო პასუხისმგებლობა, რომ გადმოგცემდათ იმის თაობაზე, რომ თქვენ დაბარებული იყავით ხელმეორედ, გარდა იმისა, რომ 2 დღით ადრე ბატონმა ჯონიმ ეს თქვენ გითხრათ და თქვენ ბატონ ჯონის ჩვენთან დაარეკინეთ. ამის მერე, ეხლა რაც 1 საათის წინ თქვენ დოკუმენტი გამოაგზავნეთ, ირკვევა, რომ იმავე დღეს 3:30 თქვენ შეიძინეთ ბილეთი, რომელსაც არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მარტო ერთი ბილეთია და წახვედით და რასთან გვაქვს საქმე, კომისიაზე მოსვლა არ გნებავდათ. აქ მე არ გესაუბრებით იმაზე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელ ქმედებაში, რა ტიპის ქმედება შეიძლება იკვეთებოდეს და არის თუ არა რაღაცა ნიშნების სახეზე. თქვენ დღეს გამოცხადდით კომისიის წინაშე და კომისიის მოთხოვნა არის სამართლებრივად თუ შევხედავთ დაკმაყოფილებული. ამაზე ვერავინ ვეღარ შემოგედავებათ. ამაზე კი არ არის საუბარი. მე სხვა კითხვას გითხვსავთ, რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა? რა ხდება ამ კომისიაზე ისეთ? კომისიის კვლევის საგანია, ახალი ნაციბი უკვე გააუქმეს და ახლა კომისიის კვლევის საგანი გახდა მე ბილეთი როდის აღვია, როდის უნდა დაგეგმილი, ეს რა ქვია. არა კვლევის საგანი, იცით რა არის, ბატონო? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ უკვე დაგეგმილი გქონდათ და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ თარიღებით. თქვენ იტყუებით. მოდით, ვინც არის მათყუ არა ეს კარგად გამოჩნდა წინასხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოაგზავნეთ, აგერ არის ბატონო თქვენ მიერ გამოგზავნილი one way ticket-ი. ხო, ეს one way ticket-ი კარგია. მოწმობს იმას, რომ 13-ში, 3:30-ზე გაქვთ ერთი გზა ბილეთი ნაყიდი იქით. 13-ში, როცა დილით 9 საათზე მამა თქვენს უკვე ჩვენ ჩავაბარეთ. გადააგზავნით პროკურატურაში მე რეგისტრაცია. და 11-ში ხო, არა, მათყუ არავინ არის ამას ვადასტურებს საზოგადოების თვალში. ხო, ეხლა მოდით, მოკლედ ეს არის საქმე მათ შორის, საქმე. და მოდით დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორე ეპითეტები მე თქვენზე ცოტა მეტი ვიცი, იმიტომ რომ ვიცი ასე მგონია. ეხლა ლექსიკაც მგონია, რომ მეც მოვძებნი დახასიათებებისთვის. ეხლა მოდით, თუ არის ამ საკითხთან, რაც მე წამოვჭერი, რატომ არის დღეს ჩართვა თარიღებთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვის ნიშანი თუ რჩება? მე მგონი არ რჩება. მას მერე რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით. ეს არის ასე და არა სხვანაირად. ეს ასე. აი ამ დოკუმენტებს ჩავდებთ ჩვენ საქმეში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასეა. კარგად შეიძლება. ესე იგი მე ქვეყნიდან გასვლა დაგეგმილი მქონდა დიდი ხნის წინ, უნდა დავსწრებოდი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს, იმიტომ რომ შემოდგომას სოციალ-დემოკრატიული ოჯახის კონგრესის ფარგლებში უნდა განიხილონ ჩვენი პარტიის გაწევრიანების საკითხი. და მქონდა დაგეგმილი და მაქვს ამას ვაგრძელი, იმიტომ არ არის უკანათ არის.
ვაგრძელებ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნის და სახელმწიფოების ევროპულის ძირითადად. კი, მაგრამ ჩვენ რომ გთხოვეთ მტკიცებულება, რომ სად არის, წერილში წერია, რომ ვერ წარმოვადგენ. მოგეყოლათ კი არა. კომისიის წინაშე თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ მოთხოვნას დაემორჩილოთ. დიახ. იმეილი არა გაქვთ, იმეილი არა გაქვთ სოცდემოკრატებთან მიწერილი ან მოწერილი, რომ 11 ივნისზე ადრე დაიგეგმა თქვენი ქვეყნიდან გასვლა? ეს დაიგეგმა 2-3 თვის უკან. და გაქვთ მტკიცებულება. რაში უნდა მოგცეთ თქვენი იმეილი, რა ვალდებულება? შეხვედრებს ვერ ხედავთ, რომ შეხვედრებს ვატარებთ? შეხვედრებზე გვაქვს შეკითხვები, რა შეხვედრებს ატარებთ, მაგრამ ვალდებულება გაქვთ, რომ კომისიის მოთხოვნას დაემორჩილოთ. ამიტომ წარმოადგინეთ. მე მაქვს ერთადერთი ვალდებულება კომისიას თუ აქვს კითხვები, ონლაინ ან ფიზიკურად მოვიდე და დიპასუხო. არ არის ეს ასე. არ არის ეს ასე. დემაგოგია შეგიძლიათ გააგრძელო. ქალბატონოთია, ბოდიში ვიხდი ქალბატონო. გეორგი, მოიხედეთ ერთ სამით. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა? არა, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. რა იყო შეგეშინდა? წახვედი, ეხლა ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და დგახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. შენ ეთყობა თუთაშხიას ბევრს უყურებდი. ის გაპარვის ეპიზოდი როა, ხო იცი რა საოცრად წავიდაო. ხო და გაეცი ეხლა პასუხები კითხვებს. ყურე ერთი ამას რა ბლატაობს. თუ შეიძლება ბატონო ალუდა, ესე იგი, ჩვენ გვაქვს დღეისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ მტკიცებულებები, რომ მას მერე რაც შეიტყვეთ, რომ იყავით კომისიაზე მოწვეული ხელმეორედ, თქვენ იჩქარეთ, ბილეთი აიღეთ და წახვედით. თუ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ეს გვაქვს დოკუმენტებით დადასტურებული. თუ ეს ასე არ არის, ბუნებრივია, რომ ჩვენ თქვენ გთხოვთ საპირისპიროს მტკიცებულებას, რაზეც წერილი მოგწერეთ, ვერ წარმოვადგენო, მაგრამ წარმოადგინეთ, თუ მართლა არ დატოვეთ ქვეყანა სისწრაფეში. კარგი, ეს ერთი. მეორე, თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ეს ღიად მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია სჭირდება ამ ქვეყანას და პარლამენტში მით უმეტეს ოპოზიცია საჭიროა, მაგრამ საკრებულოებშიც და ზოგადად. ამ კომისიაშიც 2 წევრი არის დღემდე იყო და თქვენი რჩება, მაგრამ ვამთავრებთ უკვე 5 აგვისტოს მუშაობას. თქვენი ადგილი არის ვაკანტური. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. მას მერე რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინამოწვევის პარლამენტიდან, არიან ახალი წევრებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში. თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს. თუ ეს ასე სწორია, მაშინ და რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ რატო გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ ამ პარლამენტს? მე ვერ გავიგე პირადად და მაინტერესებს ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. ან ასე უნდა პოზიცია უნდა გქონდეთ, ან ისეთი. 2 წევრი აქ უნდა იჯდეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქიდან რომ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ მოეკეცით საკუთარ მანდატებს და ამომრჩეველს? ჩვენ როგორ მოვეკეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყობს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ჩვენ 2 წევრს, რომელიც ამ კომისიაში შეუძლიათ რომ იყოს. ისინი ამ კომისიაში არ არიან და ამ კომისიის მუშაობა, რასაც აჩვენებს, ახლა ბოლოსკენ ხო გაყვებით. ძალიან სწორად არ არის. იმიტომ რომ ეს კომისიის გაცხადებული მიზანი თქვენ გქონდათ ერთი და ეხლა კომისია მუშაობს საერთოდ სხვა საკითხებზე. და ისე რომ ის ერთი მიზანი, რითიც დაიწყეთ ამ კომისია და რითიც შექმნით, შუაგზაში მიაგდეთ და ხო? არც გახსენებიათ და დღეს საერთოდ იკვლევთ რაღაცეებს, მანდატების გაუქმება. ეხლა რაც შეეხება პარლამენტის მანდატებს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ პროცედურულ ნაწილში, როდესაც კომიტეტმა ეს განიხილა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ ქონია, მაგრამ
როდესაც კენჭი ვყარეთ, ეს უკვე თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის რომ თქვენ ხართ ეს ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული პარლამენტი რო ეს არის მთავარი ფაქტორი იმის, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვს. ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავის სხვას და ჩვენი გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებისგან განსხვავებით ხო არ გაგვიუქმებია ჩვენმა? კაციები, ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა. და ამას ვერც თქვენ, ვერც კომისია, ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გაგვიუქმებს და შესაბამისად თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ აყენებთ თქვენ თავს იმ მდგომარეობაში, როგორიც ეს ხარ და ეხლა აქეთ თუ მთხოვთ რომ რაღაცა ჩვენ უნდა დიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე ძალიან ცდები. ჩვენს ლეგიტიმაციაზე თქვენ ვერ იზრუნებთ, მით უმეტეს გაქცეულ მდგომარეობაში ქვეყნიდან. გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები. რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები პარლამენტში, რატო არ აღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას? გადავდოთ საქმეზე გადავიდეთ. ბატონ, საქმეზე ვართ გადასული, დამშვიდით, დაწყნარდით თუ შეიძლება. ბატონი ირაკლი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ბატონო გიორგი. თქვენ შეიძლება ეს იცით, მაგრამ შეგნებულად სიცრუის ტირაჟირებას აკეთებთ, მაინც მოსახლეობისთვის რომ ნათელი იყოს, ანუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ეს რეგლამენტი არ არის მიღებული მხოლოდ ამ მოწვევის ან წინა მოწვევის ან იმის წინა მოწვევის პარლამენტის მიერ. ეს არის უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამ რეგლამენტის ეს ძირითადი მუხლები მუშაობს. ანუ პოლიტიკური ბოიკოტი სულ სხვანაირად არის. პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, ეს კანონში წერია პარლამენტის რეგლამენტში, უნდა ადგეს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია პოლიტიკური პოზიცია ბოიკოტი და დაატოვოს სხდომა. აი ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი და არა ის, რასაც თქვენ ახლა გინდათ რომ გაასაღოთ პოლიტიკურ ბოიკოტად. ეს ერთი. და მეორე, ამავე რეგლამენტში ძალიან მკაფიოდ წერია, როდესაც არ ესწრება პარლამენტის წევრი არათუ პლენარულ სესიებს და აქ თავისი რაოდენობა რო გროვდება, ავტომატურად დგება ამ წევრის ან წევრების მანდატის შეწყვეტის საკითხი, ავტომატურად და ეს არ არის დამოკიდებული ვიღაცის გემოვნებაზე, ამავდროულად ანალოგიურია ვალდებულება უდგება პარლამენტს თუ პარლამენტის წევრი არ ესწრება ამავდროულად საპარლამენტო კომიტეტების სხდომას. იმიტომ რომ ყველა პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება და არა ნებასურვილი რომ იყოს კომიტეტში გაწევრიანებული. აქედან გამომდინარე მოსახლეობამ რომ იცოდეს რომ ის განმარტება რაც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება კანონს, სიმართლეს და პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვა, მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის თქვენი არჩევანი და არა ჩვენი არჩევანი. მადლობა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა სიტყვა იტყუებით, იმიტომ რომ იტყუებით, ერთ-ერთი ეს არ არის ამ კომისიის განხილვის საქმე, ერთი, მეორე, ეს რეგლამენტი თქვენ შეცვალეთ, ეს რეგლამენტი თქვენ შეცვალეთ და არ არსებობს კანონი, რომელიც დეპუტატის თავისუფალ ნებას აიძულებს ხელი აუწიოს ამა თუ იმ საკითხს და ამ ზღაბრებს დაანებეთ თავი რა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მე ადამიანს არ დაუბარები ვარ მანდატებზე სასაუბრად. მე დამიბარეს თუ წაიკითხავთ დღევანდელ რედაქციას და 1-20 წლის წინანდელ გამოცემულ რეგლამენტის რედაქციას, იმედი მაქვს რომ მაგდენს მოახერხებთ რომ გაიგოთ რა წერია შიგნით. არ ვერ გაიგებენ ალბათ მით უმეტეს ბატონი გიორგი, იმიტომ რომ ეკონომისტია. მოდით, მაგრამ ეკონომისტიც არა ვარო თქვა. ესე იგი, თქვენ აცდენდით სხდომებს და ყველა ქვეყანაში არის კანონი, როდესაც დეპუტატი უარს ამბობს დეპუტატობაზე, მას უწყდება მანდატი. წერტი. არავინ არ დელავს თქვენს გაუქმებულ მანდატებზე. თქვენ აციეთ ეს საკითხი, თორემ მე ამაზე არ ხო, არა, ჩვენ გვინდა რომ შეგონდეთ შეინახეთ ეს მანდატები? კი ბატონო, თუმცა აქვე დავძენთ რომ დღეს თქვენ ჩვენ წინაშე ბრძანდებით და როგორც ჩანს არ გაღელვებთ რომ თქვენ მიერ ვითომ და არალეგიტიმურად გამოცხადებულ კომისიას აბარებთ ანგარიშებს და დიდად ნერვიულობდით ასევე რომ ჩვენ გინდოდათ რომ ჩაგვერთეთ და ვედრებების წერილებს აგზავნიდით. მოკლედ მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ თანმიმდევრულობა პოლიტიკაში საჭიროა, იმიტომ რომ თანმიმდევრულობის გარეშე წარმოუდგენელია პოლიტიკაში მონაწილეობა. ეხლა რაც შეეხება ჩორჩანის თემას.
ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი რამ და იმედი მაქვს რომ თქვენ ჩვენს ხდომას რომელზეც სოფელ წაღლის მაცხოვრებელი გამოვიდა მოусმინეთ სამდივნომ თქვენს წარმომადგენელს ეს ვიდეო ჩანაწერი გუშინაც მიაწოდა. აღმოჩნდა რა რომ როდესაც თქვენ ჩვენს წინაშე გამოცხადდით თქვენ ბრძანეთ რომ საგუშაგოს შესახებ გადაწყვეტილება რომ მიიღეთ ერთი ეს შეათანხმეთ ყველასთან მათ შორის UMM-თან ანუ საერთაშორისო პარტნიორთან რომლის გარეშეც იქ არ უნდა ხდებოდეს ასეთი ნაბიჯების გადადგმა და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეთანხმება არსებობს სადაც მუხლიც არის კონკრეტული რომ ნებისმიერი ცვლილება ადგილზე უნდა წინასწარ იქნეს შეტყობინებული თქვენ ბრძანეთ რომ ეს გაკეთებული იყო და ასევე თქვით რომ არც ერთი ტერიტორია არ დაკარგულაო და რუსს არ გადმოუწევია საოკუპაციო ხაზიო. მობრძანდა ეს ბატონი, იქაური მაცხოვრებელი და თქვა ამის აბსოლუტურად საპირისპირო. კერძოდ მან თქვა რომ მე იქ ვეღარ შევდივარ, მე და ჩემი თანასოფლელები იმ ტყეში სადაც შევდიოდით, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩაიდგა აქეთ ამ მხრიდან ერთი საგუშაგო, ამის პასუხად ხუთი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ იყო, ჩააყენა რუსმა, გადმოიწია საოკუპაციო ხაზი და აი მე თქვენ აქ დაინახავთ ალბათ, გაჩვენებთ რუკას და იასამნის ფრად მონიშნულია ის ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მოხდა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ როგორც პირდაპირი შედეგი. აი ეს არის რეალობა. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ვინაიდან ორი ჩვენება გვაქვს დიამეტრალურად განსხვავებული, როგორია დღეს თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედია არ დამაწყვეტინებთ, სანამ პასუხს არ დავასრულებ და იმედია კიდე მიკროფონს არ გათიშებთ. რაც შეეხება მიკროფონის გათიშვას და ჩართვის გათიშვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების პირობებში მე ვზივარ აქ და ველოდები ამ კავშირის აღდგენას ნებისმიერ ფორმატში, რომ აი აქ რაღაც გაუგებრობები არ მოხდეს, იმიტომ რომ ინფორმაციები ჩვენც გვაქვს და ჩვენც მაგარი ისა გაქვთ, შებრული გუნდი ყავს და ჩვენც ბევრი ინფორმაციები მოგდის და ამიტომ ნებისმიერი ფორმის მცდელობა, აი ამ ჩართვის ტექნიკური შეფერხებებით შეჩერების ჩვენ ვზივართ აქ და ველოდებით მის აღდგენას. ეს ახლა ტექნიკურ ნაწილს ტექნიკურ ნაწილში შეგეპასუხებით, რომ ნუ გეშინიათ, დამშვიდდით, ნუ გეშინიათ. არავინ ტანკისტი შინა პარანოიდალური ისინი არ არის საჭირო. არავინ არ გაგთიშავთ, ხელს შეგიწყობთ პირიქით. პირადად აღვადგენ თუ სამდე გაწყდა კავშირი. კი, ნუ გეშინიათ, დაწყნარდით, დამშვიდდით, გვიპასუხეთ მთავარ კითხვაზე. დააკარგინეთ თუ არა საქართველოს ტერიტორიები თქვენი ყველასთან შეუთანხმებელი და გაუაზრებელი ნაბიჯით და თუ ვინმესთან შეათანხმეთ, ვისთან? ესე იგი, მინდა დავიწყო იმით, რომ ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თulis რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნის სახში. ეს ერთი. მაშინ როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუ მოწმეთ აქციებს და დამსმენად აქციებს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საქმის მასალებს. ესე იგი, პირველი ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები. ამას ადასტურებს სუსის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს UMM-ის 2019 წლის პრეს რელიზი, რომელიც 16 სექტემბერს გამოვიდა. ამას ადასტურებს ასევე ჟენევის მოლაპარაკებების 59 რაუნდის შედეგის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. ეხლა რაც შეეხება
უნდა გვესმოდეს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი, ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ქონდა და ამას ახორციელებდა. ბატონო გიორგი, ერთი წუთით, თქვენ ამის საპირისპირო თქვით პირველ სხდომაზე, როცა მობრძანდით, რომ ჩვენ ვაკონტროლებდითო და შეგვეშინდაო, რომ არ დაგვეკარგა კონტროლი და დავასწარითო და ეხლა ამბობთ სწორად გავიგონე, ხო, რომ ეხლა საპირისპიროს ამბობთ. ეხლა ვაგრძელებ საუბარს. არა, ერთი წუთით. პირველად რომ მობძანდით, თქვენ თქვით, რომ ვაკონტროლებდით ტერიტორიასო და იქ იყო ნიშნებიო, რომ შეიძლება დაგვეკარგაო და ამიტომ დავასწარიო და ეხლა ამბობთ, რომ ისედაც არ ვაკონტროლებდითო და რომელი იყო ტყვილი, ეხლა ტყვით თუ მანამდე? თქვენ ტყვით, ეხლა ამ კითხვით და თუ დამასრულებინებთ, პასუხიც იქნება იმ დასრულებაში. თუ არ შემასრულებინებთ, არა, გავფრთხილდებით და მე არსად არ მეჩქარება. ერთი წუთით. საპირისპიროს ამბობთ ეხლა? არა, საპირისპიროს არ ვამბობ და თუ დამასრულებინებთ, მიხვდებით, რომ საპირისპიროს არ. გააგრძელეთ, გაძლევთ უფლებას. კი ბატონო. შესაბამისად 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის UMM-იც, მათ შორის SUS-იც, მათ შორის GDD-ს შესაბამისი განაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დროდადრო, იმიტომ რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ ეს ერთი ნაწილია ისტორიის. საოკუპაციოდ ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ის რისკები, როდესაც იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ. ბატონო გიორგი, დიახ, რატო გაწყვეტინებთ? იმიტომ კი არა, რომ არ უნდა მოგისმინოთ, მაგრამ ჩართვისთვის ხომ არ კეთდება, ჩვენ ხომ უნდა გავიგოთ, რისი თქმა გსურთ. მე ვერ გავიგე, ამიტომ გეკითხებით. თქვენ დღეს რა მომენტშიც ჩორჩანაზე საუბარი ბოლოში შეგიძლიათ რომ კითხოთ, რომ დავასრულებ შემდგომ ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ. მე რა ჩავიწერ და გადმოვიწერ, ეს ჩემი საქმეა და მომისმინეთ რა კითხვას ვსვავ რა. ხლა მე აქ ის არა მაქვს მართლა მოუწურავი ლიმიტი მოთმინების. არა, მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს. გქონდეთ რომ დამასრულებთ. ხო, ოღონდ თქვენ ვალდებულება გაქვთ რომ იქიჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემ კითხვებს პასუხი გასცეთ თქვენგან განსხვავებით. არა, მაქვს მე ასეთი ვალდებულება. გაქვთ. არა. სისხლის სამართლის კოდექსში წერია ეს ვალდებულება. თქვენ არ მაცილით პასუხი. ვალდებულება რო არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით. აი მომისმინეთ რას გეკითხებით. დიახ. ნუ ღებავთ, დამშვიდით და უკეთესად წავიდეთ. ვინ არის და აქცეული ვინ არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კარგად ჩანს და საზოგადოება. კარგი. ბატონო გიორგი, ნახეთ და ძალიან გიგინდათ რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებ. ნუ დაიბნევით. მიიღებთ ალბათ იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე. ამაზეც გკითხავთ. ღამე რო შეხვდით თურმე ამერიკის ელჩს და მერე გვიღალატეთ და მიგვატოვეთ, მაგრამ მაგაზეც ვისაუბრეთ თუ გინდათ. მოდით. ერთი რამ თქვენც მომზადებული ყავით, საოცარ რამეს ვისმენ. ესე იგი, სწორად გავიგე, ხო, რომ თქვენ რაც ჩორჩანაზე მეკითხვა დაგისვით. სატირალია სასაცილო რო არ იყოს. თუ პირიქით. ესე იგი, თქვენ თქვით ესეთი რამ, რომ ამ ტერიტორიასო, რაც მე თქვენ გაჩვენეთ და კიდევ ერთხელ გაჩვენეთ, იისფრად 1,000,000 კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. არის თუ არა ასე? თქვენ ამაზე მიპასუხეთ, რომ ჯერ თავიდან მიპასუხეთ, რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშ და თქვენ იქით სადღაც გაიხედეთ, ალბათ კომპიუტერი გაქვთ ჩართული და იქიდან წამიკითხეთ 3 დოკუმენტის სათაური, რომ აი ამით დასტურდებაო და შემდეგ მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, რომ ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი მეთქი, მერე გადათქვით 2 წუთის წინ და იძახით, რომ კიო ვაკონტროლებდითო, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო და რა იყო რეალობა, რო გითხრათ. კონტროლდებოდა ეს ტერიტორია თუ არ კონტროლდებოდა, კი თუ არა.
ჩვენ მიერ კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა? თუ დამასრულებინე. არა, ვერ დაგასრულებინებ, სანამ არ მეტყვით კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა? პასუხი რა არის? ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა. კარგი, პასუხი მიღებულია, ეხლა როგორც არის ხოლმე წესი, გთხოვთ ამიხსნათ სამართლებრივად, რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი. ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო მოწინააღმდეგე მხარე ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადამოდიან. ეს ნიშნავს, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ. ხო, ანუ პასუხი არის, რომ კი ჩვენ ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ვახორციელებდით. ვერ ვახორციელებდით. ეფექტურ კონტროლში კი გულისხმობთ რას, რომ ჩვენ ვერ ვახორციელებდით, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობა ვერ შედიოდა ტყეში? არა, ამ ტერიტორიაზე შემოდიოდა ოკუპირებული ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ მწვანე ოკუპაციის, საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, სასაზღვრო მონიშნებს აკეთებდნენ და ამის ყველაფრის. კი ბატონო, ეს გავიგე, ეხლა გავიგე, მაგრამ აკავებდნენ მოქალაქეებს. ერთი მაგალითი მითხარით დაკავებულის. იქ რამოდენიმე მაგალითი იყო სახელმწიფო. რამოდენიმე მითხარით. რამოდენიმე მაგალითი იყო, ერთი იყო 2019 წელს, რამოდენიმე იყო 2018 წელს. ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ზუსტად ამ ტყეში დააკავეს, მონადირე, როგორც მახსოვს, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. ეს ყველაფერი UN-ის მასალებშიც არსებობს და სუსის მასალებშიც არსებობს. ხო, ანუ კი არ დააკავეს. რა თქმა უნდა, გაგაგრძელებინებთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება. შესაბამისად, კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს, იყო შეიარაღებული, გასაგებია მონადირე შეიარაღებულია, ჩამოართვეს. როგორ ფიქრობ, ვინ შეაჩერეს? მეორე მხარემ, მტრულმა მხარემ. სად მოხდა? ბატონო? რომელ ტერიტორიაზე მოხდა? სად მოხდა ეს? ჩვენს ტერიტორიაზე. ესე იგი, საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადავრჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა. არა, მე მოყვებით, რომ თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არა აკავებდნენ. შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან. სამართლებს და განაიარაღეს. ამას მე ვუნა. მოდით, სპეკულაცია ტერიტორიაზე ვიღაცეები, სეპარატისტები შეიარაღებული მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს, გამოუშვეს და ეს ნორმალურია. თქვენ ბრძანა ნორმალური ეს არ არის, მაგრამ თქვენ იცრუეთ 2 წუთის წინ, როცა თქვით, რომ დააკავეს, შემდეგ თქვენივე თავს ეწინააღმდეგეთ. მითხარით ერთი მაგალითი. წინა შემთხვევა იყო დაკავებები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩორჩანეს ტყეში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, წაიყვანეს ცხინვალში და საზღვრის კვეთის უკანონო კვეთისთვის ჯარიმა გადაახტევინეს, გაასამართლეს და გამოუშვეს ისე. აი ესეთი მაგალითებიც იყო და ესეც არის UN-ში და ესეც არის. ასეთ დროს რა არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა, რა ნაბიჯები საზოგადოებას რო აუხსნათ. მონადირე განაიარაღეს, მანამდე ვიღაცები როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ამას ჩვენ გადავამოწმებთ. ასე ვერ გენდობით, არ გეწყინებათ ალბათ, რომ წაიყვანეს და კონკრეტულად ჩორჩანის ტყიდან რომ მოხდა ეს, ამას გადავამოწმებთ და ცხინვალში დააჯარიმეს. ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ვალდებულება რა არის, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, საგუშაგო უნდა ჩადგას? ამისთვის საგუშაგო არავის არ ჩაუდგას. სხვა რაღაცისთვის ჩადგით საგუშაგო? რა თქმა უნდა. რისთვის ჩადგით მაშინ საგუშაგო? მოგიყვეთ? გამაწყვეტინებთ ისევე თუ დამასრულებთ? დრო გაგაწყვეტინებთ კი. რო კითხვები დაგისვათ. კი ბატონო. იყოს თქვენი თამაშის წესები. ესე იგი, შესაბამისად, როდესაც ამ სამი მიმართულებით იყო საგანგაშო ინფორმაცია, აბსოლუტურად საგანგაშო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ძალებს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ, აი ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის
ბორდერიზაციისთვის. ამ გეგმაზე მუშაობა იქ საგუშაგოების ჩადგმის გეგმაზე, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველოს გდდ-ს წარმომადგენლებს, ისევე როგორც UMM-ის წარმომადგენლებს, ქონოდათ შესაძლებლობა შეფერხების გარეშე ჩაეტარებინათ პატრულირება, რასაც ვერ ვაკეთებდით და აღგვედგინა ეფექტური კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე. არ დაგავიწყდეთ და საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეებს და მაყურებლებს მინდა უთხრა, ჩვენ საუბრობთ საოკუპაციო ხაზის აქეთ ჩვენ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეხლა რაც შეეხება ამ ინფორმაციის დამუშავებას. ეს ინფორმაცია არ დაწყებულა ერთი კვირით ან ორი კვირით ადრე. ეს პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შექმნილი იყო გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც ამ საგუშაგოების ჩადგმის აუცილებლობა არსებობდა. უფრო მეტსაც გეტყვით. მას შემდგომ, რადგან ვერ პატრულირებდით და იმიტომ ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე, რომ ჩვენ ვერ პატრულირებდით. ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგოები. გაკეთდა გეგმა. ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ამ გეგმის შექმნაზე, რა თქმა უნდა, სუციც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც მუშაობდა და შესაძაც მუშაობდა. ამის შემდეგ UMM-ის წარმომადგენლებს, ჯერ ერთი UMM-ზე მე რომ მეკითხებით, მე დიდი ხანია უკვე სახელმწიფო სამსახურში არა ვარ და თქვენი ვალდებულება კომისიის ინფორმაცია გამოგეთხოვათ და იმედი მაქვს, რომ გამოითხოვეთ ეს ინფორმაცია. ივლისის ბოლოს, თუ არ ვცდები, ამ ღონისძიებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე, UMM-ის წარმომადგენლები, გორის ოფისის ხელმძღვანელი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მოწვეულები იყვნენ გუგუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მათ გავაცანით, გაეცნოთ ეს ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა. ხაზგასმით აღნიშნა საგუშაგოების რაოდენობა. იმიტომ რომ დაუბრუნდები ამ საკითხს. ზუსტად იგივე ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუზიარა UMM-ის წარმომადგენლებს, მე პირადად ზუსტად იგივე კოორდინატებით გაუზიარე მაშინდელი სუსის ხელმძღვანელს გომელაურს და გადავეცი ზუსტად იგივე კოორდინატები, რაც გადავეცი UMM-ს. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც გუნდურობის თვალსაზრისით იყო საჭირო, ისევე როგორც UMM-თან კარგი პრაქტიკის თუ შეთანხმებების საფუძველზე იყო აუცილებელი, იყო შესრულებული. რაც შეეხება საკითხს, რამდენად აუცილებელი იყო ამ ტერიტორიაზე ამ საგუშაგოების გახსნა. მე თქვენ კომისიის თითოეულ წევრს და საქართველოს მოქალაქეებს მინდა გავუზიარო შემდეგი ინფორმაცია. 2018 წელს ეგრეთ წოდებულ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეიქმნა კომისია, დემილიტაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა, ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და მათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კილომეტრი, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ეს არის 28 საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობს, ხედავთ რა მიმართულებითაც კეთდება მისი მხრიდან აქცენტი.